აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ ფოთის ახალი რაიონის დევნილთა კომპაქტური დასახლება დაათვალიერა. მთავრობის თავმჯდომარე შეხვედრაზე ფოთის მერთან და სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდა, სადაც დევნილთა საჭიროებები პირადად მოისმინა. ადგილზე გაეცნო დევნილთა საცხოვრებელ პირობებს და დევნილ მოსახლეობას აფხაზეთის მთავრობის სამომავლო გეგმები გააცნო. დღეს ვიმყოფებოდით ქალაქ ფოთში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც შევხვდით დევნილებს, მოვისმინეთ მათი პრობლემატიკა, გამოწვევები. აფხაზეთის მთავრობის უმნიშვნელოვანესი მიზანია ვიცოდეთ საქართველოს სრული ტერიტორიის მასშტაბით ჩვენი კომპაქტური ჩასახლებების გამოწვევები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით ვეცდებით აღნიშნული პრობლემატიკა გადავჭრათ დროულად. საინტერესო და გულწრფელი შეხვედრა გქონდა ჩვენი დროებით დევნილ მოსახლეობასთან, აფხაზეთის მთავრობის ახალ ხელმძღვანელთან გიორგი ჯინჭარაძესთან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ეს პრობლემები, რომელიც დროებით დევნილ მოსახლეობას აწუხებს და შესაბამისად დაძროვლივად ერთობლივად ბევრ სასიკეთო საქმეს გამოხატავს. დღევანდელმა შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კარგად. ბატონმა გიორგიმ მოისმინა ის პრობლემები, რაც დასახლებაში გვაწუხებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შეძლებს ამ პრობლემების აღმოფხვრას.